ჩვენს უკან იყოფება 8 მონაწილე, რომელიც იბრძოლებს 10,000 ლარით. მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი შეძლებს გამარჯვებას. და პირველ რაუნდს გახსნათ ვაცხადეთ. გამარჯობა, მე ვარ ქეთ. პირველი და აქ მოვედი იმისთვის, რომ 10,000 ლარი წავიღო სახში. მე ვარ საბა და რა თქმა უნდა 10,000 ლარი წავალ გერმანიის სასწავლებლად. მე ვარ დავითი და ჩემი მიზანია მოვიგო 10,000 ლარი და გავაკეთო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო YouTube კონტენტი. გიგი. ხوار გეწყინა. მე ვარ ქეთობენიძე 26 წლის და მოგებულ თანხას პადელის ტურნირებზე სათამაშოდ გამოვიყენებ. მე ვარ ლევან მოსაშვილი 10,000 ლარს დავხარჯავ ვალებში. 10,000 ლარისთვის რაზე ვარ წამწველი მე ძალიან მაინტერესებს და რეალურად ალბათ ჩემ ფსიქოლოგიური გამოცდაც გიქნება. 10,000 ლარის გამო ჯოჯოხეთს გავანათებ. გავანათებ ძმაო. ჯოჯოხეთს კი არა ყველაფერს გავანათებ. კაც არ მოკლოდა დანარჩენი ყველაფერზე. კაცაც მოკლა. მაგრამ სანამ თამაში დაიწყება, ერთი შემოთავაზება. ანუ ზოგადად თამაშებში ბოლოს არის ხოლმე პრიზი, მაგრამ დღეს ეხლა შეგიძლიათ 1000 ლარი მოიგოთ. და პრინციპი შემდეგშია. თქვენ შეგიძლიათ რომ 10,000 ლარზე უარი თქვათ, აიღოთ 1000 ლარი და ეხლავე წახვიდეთ სახში. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ 15 წამი. შეგიძლიათ აიღოთ და ყველაფერს თავი აარიგოთ 8 მონაწილე. რა იცი? 1000 ლარი ნახე რომ მედგრად დგანა. 5 4 3 2 1 1000 ლარზე უარის ბოეს მონაწილეებო კაში მე ვარ გუგა და მოგებულ თანხას დავხარჯავ აირონმენის ინვენტარის შესაძენად. მე ვარ გიორგი გობაძე და 10,000 ლარი რომ მოვიგო ჩემ სპორტულ ოცნებებს ავიხდენ. წავიდე ტურნირზე ვიარო ბევრი შეჯიბრი და დავაგრო არჩევი მეტი ქულები რომ მოხდე ოლიმპიადაზე. მაშინ მოდი აგიხსნით პირველი დავალების წესებს, რომელიც ძალიან მარტივია. თქვენს უკან ხედავთ რომ მოთავსებულია ის 2 რგოლი და იმ 2 რგოლზე არის მხოლოდ და მხოლოდ 6 გასაგები. თქვენ ხართ 8 ადამიანი და თითო ადამიანი უნდა აიღოს თითო გასაგები. დრო ჩაირთო. ვიცურავი მეგობრებო, აი ამ სიტუაციაში რა ჩამიყვანდა იმ წყალში მე არ ჩავიდე. ოპა! და მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ამ ვიდეოს გენერალური სპონსორი გახლავთ ამბასადორბეთი და გილოცავთ ახალ წელს. აი! და მეგობრებო, ამ 8 მონაწილედან 6 ადამიანი გადავიდა. და გვანახეთ გასაგები შეიძლება. თქვენ გილოცავთ, რადგან შემდეგ ტურში გადასული ხართ. და სამწუხაროდ თქვენ დაგემშვიდობოთ უნდა. სასიამოვნო იყო. წავედით და შემდეგი ტური გაიმართება ყვარლის ტბაზე. და 6 მონაწილიდან ნახოთ ვინ მოიგებს 10,000 ლარს. წავედით. აბა კარგად. და ჩამოვედით ყვარელის ტბის რეზორტზე და ჩემს გვერდითაა 6 რჩეული. აში გეკუთვნით მეგონი რომ გადახვედით და ერთი ნაბიჯით ახლოს ხართ რომ მოიგოთ თქვენგან ერთ-ერთმა 10,000 ლარი. მონაწილეებმა ამოიღეს გასაღებები, რომელზეც იყო დამაგრებული სხვადასხვა ფერის ლენტა, აქეთ იყო მწვანე და აქეთ იყო ყვითელი ლენტები და ეს ისე გუნდებად გადანაწილდნენ. 2 გუნდი ყავს ამჯერად და მოდი
კითხავთ, რას დაარქმევდით თქვენ გუნდს, აი ეხლა სპონტანურად? გოუთები. ანაკონდა. რა და? რა ვარქვით, გრინჩები. გრინჩები და გოუთები და 10000-ს გავიგებ, ვერავის ვერ მოყარავთ ამას გეიმნებით. მოკლედ ეხლა აგიხსნით პირველი დავალების წესებს, რაც ძალიან მარტივია, იმიტომ რომ თქვენ ხართ 3 ადამიანი და ესეთი 3 სხვადასხვა აქტივობაა. ერთი არის ინტელექტუალური, ერთი არის უფრო აი ძლეოსნობა, სიძლიერე და მესამე არის ჭამა. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ თქვენ გუნდში ვინ რომელ კატეგორიაში იასპარეზებთ. შეგიძლიათ მოიფიქროთ 1 წუთს მოგცემთ ამისთვის. როცა დადგა არჩევნის მომენტი თუ ვინ რა როლს შეითავსებდა, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყავი ინტელექტუალური. ინტელექტუალურში უფრო მგონია ჩემი თავი, მაგრამ შენ თუ ხედავ რომ შეგიძლია ინტელექტუალური გაირჩევა. ეს და რაც დამრჩება, იმას გავაკეთებ. მე პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ უნდა შეჭამო რაც არჩევნის საშუალებას გადა. შევჭამსო. დადგა მეორე ტურის დრო და საჭმელს მე დიდად არაფერს არ ვჭამ და ავირჩე ინტელექტი, იმიტომ რომ მე ჩემი თავი ჭკვიანი მგონია ალბათ. ძალაში მგონია რომ შენ მაჯობებს უეჭველი. არ მაჯობებ, ხო მაჯობებ. და ეგრე. არა, ძალაში რო ვერ ვქნა რამე მაგას მისჩვენე, გადაოს თქვენი ხარჯი. არჩევნის საშუალებას გადა. დრო ამოიწურა, მეგობრებო, დაუბრუნდეთ პოზიციებს. შეგახსენებთ, რომ ეხლა ხართ აქ ორი ყველაზე ინტელექტუალური ადამიანი წარმოდგენილი აი ამ 3 ადამიანიდან, ანუ 6 ადამიანიდან. აქ ეხლა თამაში იქნება 3-მდე. მზად ხართ მეგობრებო, ინტელექტუალურ მეგობრებო? თქვენ რამდენი გაქვთ IQ? 113 მაქვს მე. 113? შენ სასწაულ შენ? რავი, ერთი 160-მდე ვფიქრობ. ჰიტას ვერ გადაასწარით ბიჭო ერთ-ერთმა. 170 მაქვს მე როგორც ვიცი, ჰიტა მითხრა ეგრე გაქვს. მოდი პირველი კითხვა. მზად ხართ? 3 სახლია. შავი, თეთრი და წითელი. შავი სახლი წითელი სახლის მარცხნივაა. სად არის თეთრი სახლი? წინ. არა. შავი სახლის მარჯვნივ. არა. კიდე ერთხელ გავიმეორებ. ერთ წამი. ვაშინგტონში. მოკლედ გავედი, პირველი მოვიპოვე ქულები და გონია რომ მოვიგეთ უკვე და იმიხარია. შემდეგი მარტივია უფრო. რომელ კონტინენტზეა ყველაზე მეტი ქვეყანა? ევროპა, ევრაზია. აფრიკა. ორი ქოლა, მაგრამ შეგიძლია ამოქაჩო. მეგობრებო, მობინექსის შეკითხვა შემოვიდა. მობინექსი არის სამოგზაურო ინტერნეტი. შეგიძლიათ წახვიდეთ, იმოგზაუროთ. სადაც გაგიხარდებათ ძალიან იაფი ღირს 40 თეთრი ღირი და გუშინ გადავამოწმე 100 გიგაბაიტი. ამიტომაც თუ მოგზაურობას გადაწყვეტ, მობინექსის ინტერნეტი არის საუკეთესო და შორის საუკეთესო. და მობინექსის შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. ძალიან მარტივი კითხვა, ეხლა ალბათ უნდა დაასწრო ალბათ, თორე წააგე. სად შეიქმნა ინტერნეტი? ევროპა. არა? ამერიკა. 2-1 მეგობრებო. 2-1-ია, კამბექის შანსი არის, იგრძნობა. შემდეგი კითხვა. რომელი ქალაქია ერთდროულად ევროპაში და აზიაში? რუსეთი. არა, ორივეში არა. კი, რომელი ქალაქია ერთდროულად? ბრატისლავა. არა. ძალიან ნერვიულობდი, თან ეს კამერა რო გიყურებს და თან აქეთ გიგი რაღაცას გიყובה, თან 10000 ლარი როდებს, ეგ ძალიან ზეწოლას ახდენდა ჩემზე. ეხლა შენზე გადმოვიდა და რომელი ქალაქია? ძალიან ცნობილი ქალაქია, გეტყვით. ბევრი ადამიანი საქართველოსთან არის ნამყოფი, ეს არ ვიცი დაგეხმარებათ თუ არა. არის ერთ-ერთი, არა, მეტი აღარ დაგეხმარები, იმიტომ რომ ეგ სტამბული. სწორია და 2-2 გახდა ანგარიში. 2-2 და ბოლო კითხვა. ბოლო კითხვაზე გადაწყდება, ვინ წაიღებს ერთ ქულას. აიყო, ბიჭო. შემდეგი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. შემდეგი შეკითხვა რომელია საქართველოს უმაღლესი მწვერვალი? შხარა. ვინ დააჭირა პირველი ვერ გა? არა, ახაც ნახოთ კიდე. ეხლა ხო არ მითქვია რომ მე დავარწმუნე, წერ გადავამოწმე. ეხლა დავარწმუნე. მეც არა, მეც დავინახე რომ ამან დაარტყა, მაგრამ გადავამოწმოთ რა. აი გადავამოწმე. მეორეჯერ გადავამოწმეთ ვარი, ესეც ცოტათი საეჭო იყო, მაგრამ შენელობ კადრებში ჩანს რომ მოიგო, გოათების გუნდმა მოიგო, ამიტომაც გილოცავ. ორივენი გამარჯვებულები. აო, აი, კარგი ხარ და შემდეგი დავალება არის ძლეოსნობაზე. გამომბრძანდით ყველაზე ძლიერი მონაწილეები თუ შეიძლება, ყველაზე ძლიერი მონაწილეები. აქეთ მომბრძანდით. კი ბატონო, მომბრძანდით. მოვიდა მეორე რაუნდი.
უნდა გაგვენაწილებინა დავალებები. ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი. ჭამასაც ვაპირებდი, ინტელექტუალურ დავალებაზეც ვაპირებდი, ძლევსნობასაც ვაპირებდი, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდმა ესე გითხრა, რომ ძლევსნობაში ქალს ხო არ გამოვუშვებთო. და მეთქი გამოვუშვებთ თქო. ძლიერზე ვერ იმასავ, ძლიერზე ვერ იმას. მაშინ ერთაერთი არის, ან ჭამა, ან კიდე ინტელექტუალური. მარცხნივ ყავს მეგობრებო, პადელის ჩემპიონი და მარჯვნივ ყავს საქართველოს ველოსიპედის 8 გზის ჩემპიონი, მოკლედ ორი ძალიან ძლიერი სპორტსმენი გვიდგას მარჯვნივ და მარცხნივ და მე ვარ კარგი ადამიანი და ჯიტუბა. აი ჩიტუ ვინ დაგიდგებოდა გვერდზე, კარგი ადამიანი და აი მახსოვრეთ მეგობრებო, მე სპორტსმენიც იქნება 1-6 თვეში. გაქვთ 4 ჭიქა. 3 ჭიქა უნდა გეჭიროთ ესე და ჩვენ, ერთ ჭიქას ზემოდან დავადებთ. ვინც პირველი ჩამოწევს ან დაუვარდება ეს ჭიქა, ავტომატურად ქულა აკლდება და მეორე, არ აკლდება რა, ქულა იგივე რჩება და მეორე, წავიდა. ეგრევე დაადე. სამამდე ვითვლი. 1, 2, 3, წავიდა. 3 ჭიქა გვეკავა და მეოთხე თავზე ედო და როგორც ხედავთ უზარმაზარი ხელები მაქვს და ძლივს მეკავა ეს ჭიქები. უნდა იყვირო ცხერე. შენ მაინც ვერ მოიგებ 10-ს. თუ მოვიგეთ ჯერჯერობით თავდაჯერებულად უჭირავთ და თავარია ჯერათ რომ გაიმარჯვებე და აქვე შეგახსენებთ მეგობრებო რომ ამ არხის სპონსორი გახლავთ TBC ბანკი რომელიც გვერდში გვიდგას და ყველა საქმის დგას ჯერა რომ მოიგებს 10,000 ლარს მაგრამ თავარია გჯეროდეს შეიძლება ვერ მოიგო მაგრამ თავარია ჯეროდეს დამადამიანოს ჯერათ რომ 10,000 ლარს მოიგებ არ გამოსავდე როდესაც დავიჭირეს 3 ჭიქა და ზევიდან 1 ჭიქა დაადეს, ეს 1 ჭიქა იყო სველი და ნენელა ქვევითო ჩამოდიოდა, რაღაც ჰაერი დარჩა ამ 2 ჭიქას შორის და ესე ვცდილობდი რომ დამეჭირა, 1 ჭიქა სველი იყო, ოდნავ ჩავამეწია და დიდად ვერაფერს ვერ ვხედავდი, რომ არ მოგატყუოთ. უბრალოდ მესმოდა ხმები, სუნთქვაზე ვცდილობდი რომ კონცენტრირებულიყავი და გუგას ჩურჩული გავიგონე ყურში, რომ უვარდება და წაიქცევა ახლა. ცოტაც მოიცა და წაიქცევა. და გილოცავ. ვაიმე! ერთი მეგობრებო. ეს სასწაულის მონსტრები ხართ. მეგობრებო, მესამე ჩელენჯი და მესამე დავალება არის ჭამა და ანგარიში არის 1-1. გუნდებს შორის გრინჩი და გოუთები. ბოლო გადამწყვეტი რაუნდი რატომაც გადაწყვეტეს რომ ჭამა მარტივი იქნებოდა. 1 თვალები დახვჭა. 2 და 3. თქვენი რომ მოგვიტანეს ის ყუთები, მე მეგონა რომ იქნებოდნენ ტარაკნები და მატლები რომ დავინახე, ცოტა კი დამაერორა, მაგრამ მეთქი უცებ გადავყლაპავ თქო. 1 2 და 3. გაგივარდა. რომ გავხსენი და პირში უცებ ჩავიყარე, მივხვდი რომ ყლაპით ვერ ვყლაპავდი და ღეჭვა დავიწყე, რაც იყო საშნელი შეცდომა. მალე. კარგია. გადაყლაპე. ვაიმე! გილოცავ. მოგილოცავთ, მეგობრებო, გილოცავთ. თქვენ გაიმარჯვეთ. ეხა არის ძალიან ბრუტალური. მეგობრებო, გეტყვით რომ გრინჩების გუნდმა გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ გილოცავთ და სამწუხაროდ თქვენი გუნდი დამარცხდა ეს სასწაულ ბრძოლაში. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვის ექნება იმუნიტეტი თქვენ 3-დან და ვინ გადავა ნახევარფინალში ეგრევე. ერთი ადამიანი უნდა აირჩიოთ. თქვენ კიდე თქვენ 3 ადამიანმა უნდა გადაწყვიტოთ რომელიც დატოვებს თამაშს. 1 კი, რომელიც გამოეთიშება 10,000 ლარიან ჩელენჯს. და გიგი ამბობს. ეხლა წადით თქვენ 3 და 1 გაუშვით. და რა არის ეს გიგი? გიგი ძმა უნდა გამწირო და გამოვედით ცალკე, ვდგავართ და ახლა რა ხდება? ანუ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ, ვინ გავარდება და ვინ არა. მე კიდე ვიტყვი, ეგანაც იგივე თქვი რა. არ ჩემს საშუალებას გაძლევთ თქვენ გადაწყვეტეთ და ჭამთ მე. ნუ აკეთე მაგას. რას ნუ აკეთე ანუ მე მინდა რომ ყველა მიიღოს მაგრამ. ვინ არის გასაგდებ, გაუშვით ვიღაცა ეგრევე 10,000 პრემიი მოგადგე, როგორ ერთი კაცი როგორ უნდა გაუშვით. მე რო ვიყო მე წავიდე. არა, დაიცადე. ხო, მე რო ვიყო მე შენ არა ხარ? დავიწყოთ. იმუნიტეტის არჩევის პროცესი
რთული იყო, სამივეს გვინდოდა რა თქმა უნდა, მაგრამ მგონია რომ ჩელენჯის მიხედვითაც თავი ყველაზე მეტად ქეთამ გამოიჩინა და დამსახურებულად მივაცეთ ქეთის ეს იმუნიტეტი. ქალური სისუსტე და რაღაცა არაფერ შუაში არ იყო. იმ ყველაზე მეტად იმსახურებს ეს რა თქმა უნდა რა ქიუთები ხართ. მე ვარ კონტენტ კრეატორი და ისე ცხოვრების წარუმატებელი ვარ და მექნება კიდე იმის შანსი რომ კიდე შევძლო თქვენ გააგრძელეთ თქვენი უფრო წარუმატებელი იქნება და მე ჩემი მისაღები უკვე მივიღე ვის სიამოვნე ჩემს სავარია პროცესის სიამოვნო რა მე არის გამარჯვება მოდ თქვენ გააგრძელეთ მე აქ გიგულ შემატკივრებს და ყველაფერი მორედ იქნება მე თქვენ და თქვენი იმედი მაქვს რა ერთი გუნდი ვართ რა იგენა მინდა რომ თქვენ ორი და რომელიმე მაუწყებლად მოიგოს 45 წამი დარჩა всё დარწმუნებული ხო 100% სად ხართ? არა მზად არიან? თქვენი გუნდი მზად ხართ? მობრძანდით თუ შეიძლება. თუ შეიძლება გაგოცანით ვინ გადავა ეგრევე ნახევარფინალში და ვინ ის ადამიანი. გილოცავ, შენ უკვე ნახევარფინალში ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ხარ უკვე 3 ადამიანში. თქვენგან ვინ დატოვებს პროექტს, რომელი გაწირე? მე ჩემი თავი ძალად გავაზრე. აპლოდისმენტები, აპლოდისმენტები მეგობრებო. დამსახურებულად იყო კარუსი. მე შეიძლება 10000 ლარი წავაგე, მაგრამ მე ცხოვრებაში ვარ გამარჯვებული და ეს გახსოვდით ყოველთვის. ეს არის უკვე მესამე რაუნდი, სადაც დარჩენილია 5 ადამიანი და ერთ საკედან იმუნიტეტი აქვს. და უკვე გადასულია ნახევარფინალში და ამ 4 ადამიანიდან დატოვებს პროექტს 2 ადამიანი. ჩემს ხელმარჯვნივ არიან ადამიანები, რომლებიც შეყობენ აი აქ თავს და განახებთ ახლა რა არის, სადაც ჯერჯერობით არც თუ ისე სულად გამოიყურება. მაგრამ ძალიან ცოტა ხანში აქ მოხდება ნახავთ. თამაშის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში, რომ იქნება 4 გასაღები და 4 ბოკლომი. მხოლოდ ერთი გასაღები გააღებს ერთ ბოკლომს, ანუ 16 ვარიაციაა და ერთ-ერთი გააღებს გასაღებს. რომელიც პირველი გააღებს ის იქნება გადასული შემდეგ ტურში. მოდი შეგიძლიათ თქვენ დაიწყოთ. თავის აქ შეიყოფა და გაგრძელდება. ხო. ჯერ იქ რო თავი შევყავი და ის ვაკუუმის შეგრძნება იყო კატასტროფა. აუ, თაგვები. დრო ჩაირთო, წავიდა. ვაიმე! გავახე! რაც შეეხება იმის გახსნას, ეგ ჩემი აზრით 100%-ით ბედიღვალზე იყო დამოკიდებული და ხო ვისაც გაუმართლა გაუმარჯოს ხმეთმა. მე სამწუხაროდ არ გამიმართა რასვენ. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი ქეთ პირველი მიწერია. მადლობა. ჩასავთ ხო? სამწუხაროდ ერთი მონაწილე დამტოვა, მაგრამ ერთი დარჩა. და ეხა ამ 2 მონაწილიდან რომელსაც რომელიც იქნება სხარტი სწრაფი და რომელსაც ექნება ბედიღვალი კარგი რაღაცა. და მოდი აქედან ვიტყოდით ჩვენ სპონსორს ამბასადორებს. და რომ ჩემი გენერალური სპონსორია არხის და დავიწყოთ ეხლა 5 4 3 2 1 წავიდა. გასაღებების მომენტში, რავი, ძალიან დამაბნეველი იყო ეს თაგვი თავზე დამდიოდა. სასიამოვნო არც ეგ არ იყო, თან ვიცოდი რომ ალბათობის მომენტი იყო, როდის რომელი გასაღები მოერგებოდა, ჩემზეც ასე მოწინააღმდეგეზეც და და გილოცავ მეგობარო, გილოცავ. თქვენ გადახვედით შემდეგ ტურში და მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ ნახევარფინალს, წავედით. და მოვიდა ნახევარფინალის დროც, სადაც მხოლოდ 3 ადამიანი დარჩა, ვინც იბრძოლებს 10000 ლარისთვის, მეგობრებო. და არ ვიცი ხვდებით თუ არა რა ხდება, მაგრამ პირველ რიგში ვიტყვი რომ აქ გვაქვს სანდომის გოზინაყი, მეგობრებო, და თუ წააგეთ, თქვენ წაიღებთ სანდომის გოზინაყს. სახში ბედნიერი, იმიტომ რომ ახალი წელია და გილოცავთ კიდევ ერთხელ. წესები არის მარტივი, უბრალოდ. მოდი მანამ შემდეგ დეტალებზე გადავა. იკითხავთ, ანუ და გეტყვით რომ ვის უნდა დაწყება, მაგრამ ეს შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან სულ. დაიწყებ?
ოკეი. შენ იწყებ. აქ დარჩა მხოლოდ 3 ადამიანი, როგორც ხედავთ და ამ 3 ადამიანიდან ერთი დატოვებს პროექტს. ვისი ეს კილების ჩამოიყრება, ის დატოვებს თამაშს. შენ იწყებ, უბრალოდ შენ არ იცი ვინ იქნება შემდეგი. დავიწყოთ. რომელ ხარისის თუ რას ფიქრობ? საიდან? იქ. რატო? მარჯვენა ხელში მეკავია ბურთს და აქედან უფრო კარგი ბიზანი მაქვს, ესე მგონია. თავს ვერ დავდებ, მაგრამ იმედი მაქვს. აი, სრული სიჩუმე. ეხლა რომ დააგდეს ყველაფერი შეიძლება ვსო მოვჭა. აი, მას მოუგნები იქით რაღაცა. შემდეგი არის შენი ჯერ. მე? მეტი აგზა მქონდა, ან ვიღაცის უნდა მესროლა ან ერთისთვის, ან მეორისთვის და ანუ ვინც მესროლა შეუწიალი ისევ მას ბურთი. ეხლა შენ შეგიძლია შეუტიო დაგდებულ ადამიანს და დაარტყა, ან იბრძოლო მამაკაცურად, მაგრამ შენ დაგდებულ ადამიანს არ ვიცი. ეს უკვე შენზე, მაგრამ შეიძლება აქ გავაგდეს 1000. ეგ გადაწყვეტილება, ანუ მე მართალი მიმაჩნია, იმიტომ რომ უფრო ძლიერი უნდა გაეგდო ვიდრე მე, იმიტომ რომ მე არაფრის მაგნისი არ ვიყავი მაგ შემთხვევაში. შეგიძლია ერთ შეუტიოთ ორივე, მეგეც იყოს სტრატეგიად. და ესეთი გადაწყვეტილება მიიღო ბრუტალური დაგდებულ ადამიანს პირდაპირ ჩააჭირა შუბლში, მეგობრებო. დაიცა. ჩემი ფაქტობით ვარ. ვაფშე დაბლა რო ესროლო, ის რო რამე ახტება და მაინც მოხვდება. მართლა ჯობია რა თვალები დავხუჭო, იმიტომ რომ ჩემი მიზნით. არა, ვახებ. ჰა. აეგრე ბიჭო. ზემოთ ვიფრინო. ჩემი ბრალი არ არის, ზემოთ ვიფრინო. და გააგდეს ბიჭებმა ესე ბრუტალურად, მეგობრებო, გააგდეს. და მოხდა ის, რასაც არავინ არ ელოდებოდა. მე გავარდი მეგობრებო და ყველა უცებ მე შემომიტიეს და თუმცა მიჩვეული ვარ, კაცებს არ უნდა ინდო ცხოვრებაში. ო, მეგობრებო, ესეთ ფინალს არ ველოდი, აი, ნახევარ ფინალს და ინერვიულე მეც, აი, არ ვიცი, მოდი ეხა ფინალისკენ გადავიდეთ, იმიტომ რომ ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი მოიგებს 10000 ლარს. წავიდა ფინალი. მეგობრებო, ორი ფინალისტი დაგვრჩა და ანუ ძალიან ახლო ხარ, ერთ-ერთი თქვენგანი მოიგებს 10000 ლარს და არ ვიცი, აი მეც მინდა რომ აქეთ ვიდგე, ან აქეთ ვიდგე, რა ვიცი, 10000 ლარს რომელიც მოიგებს. ხო და მოდი ეხლა ავაგდებ ამ 1 ლარიანს და თუ 1 ლარზე დაждდა შენ იქნები ის ადამიანი, ვინც დამალავს შემდეგ ტურში რაღაცას და თუ ეს დაждდა შენ იქნები ვინც დამალავს. ნუ 1 ლარიანზე აი, ავაგდებ ეხლა. და შენ იქნები ის ადამიანი, ვინც დამალავს 10000 ლარს. 10000 ლარი უნდა დამალო, ოღონდ გეტყვი, დაგიხსნით წესებს. ფინალში როდესაც გადავედი, მონეტის აგდება იყო შემხვდა გერბი, მაგრამ არ მინდოდა შემხვედრილი იყო მერჩი, ვინა ამომერჩია და მომიწია დამემალა 10000 ლარი 6-5-დან 1-1-ში. აქ ხედავ ფურცელს, აი ეს არის რეალური 10000 შეიძლება ეს არ გავს ამას. მაგრამ მოკლედ უნდა დამალო აქედან 1-1-ში და შენი მიზანი უნდა იყოს, რომ იმდენ ისე მოატყუო, ან ისე რა ვიცი, სიმართლე ვთქვა, რაღაცა გონებრივად ისე დააბნიო, რომ ვერ გამოიცნოს 3 წლიდან რომა. ეხლა მომიდია შენთვის, დაიჭირე. ჩადე 1-1-ში, მე დაგტოვე. და ეს გადაწყვეტილება შენი თუნა მიიღოს სად? აქედან, იმიტომ რომ შეიძლება 10000 მოიგო, ბიჭო. გავაღე ეს ოთახი, დავინახე მაგიდა და მასზე 6-5.
და მაგ მივხვდი რომ ჩემი შესაძლებლობები იყო ნამდვილად 50-50-ზე და ანუ ეს სრულიად დამოკიდებული იყო ჩემს სიღრმეზე. მოკლედ საბა შენ გაქვს 3 ცდა რომ აირჩიო 10,000 ლარი. თუ ვერ აირჩევ ის არ ვიცი რომელშია, ამიტომაც შეგიძლიათ გაისაუბროთ და მე აქვე დაგაგვერდებით უბრალოდ. ამ აქეთ არის თუ აი? შეიძლება. კაი, ეხლა. აქ არის? შეიძლება. ეგეთი ვარიანტია. ოკეი. აქ არის. ანუ რა მხელა იმის ალბათობა რომ აი აქ იყოს. რავი, 100 რო გავყოთ 5-6-ზე, რამდენი გამოდის? სადღაც 18% არ მომაგებს. კაი. ავიღებ პირველ. შეგიძლია გახსნა პირველი მინიმუმის ვარდის. ანუ ერთ-ერთი 10,000 იდეას და შენ შო, რა მოკიდე ხელი. მოიგო მეგობრებო, რა მიგო. რა, პირველი ვეზა რა. 10,000 მოიგო. ბიჭო, 5,000 ზეგამდე ვერ მასესე. მეგობრებო. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და საბა მოიგო 10,000 ლარი და დამშვენებული მიდის 20-26 წელი სწავლაში გაწვდე შვილო. გილოცავ. განდროვა. ავა. ვაიცა ბოლოს იტყვებს ვიტყვი რა. ანუ თქვენ მაგ კადრს მიხმა ვერ ხდებით თუ რა წვალებაა ეს ყველაფერი, რაც გიგი აკეთებს და მინდა რომ რავი როგორც მინიმუმ რაც შეგიძლიათ გაკეთოთ, არ გამოიწეროთ ამ ადამიანის არხი. რა თქმა უნდა, ღილაკი უნდა ზარი უნდა გააქტიუროთ და ლაიკი უნდა დაუწეროთ. ჩაგირიცხა, ჩაგირიცხა. განდროვა. გაიგე. გილოცავ ხალხს.